კურალის რუბრიკის ფარგლებში დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ნინი უდუმაშვილი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი და ასევე ჟანა მაღლაკელიძე, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. დილამშვიდობის. მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე სასაუბროთ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ჩვენს მაყურებლებთან ერთად. ნინი, პირველი კითხვა თქვენთან მექნება, რაღაცნაირად ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი აი ამ ყოველფრის მიმართ, ვიტამინებს გულისხმობ, რამ განაპირობა თქვენი აზრით უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება ვიტამინების და მინერალების მიმართ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში აღნიშნეთ, რომ რას წარმოადგენენ ვიტამინები და მინერალები, ხო? ვიტამინები და მინერალები ეს არის ის ორგანული ნივთიერებები და ნუტრიენტები, რომლებსაც ჩვენს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია. აქ უნდა აღნიშნოთ, ზოგადად, რადგან ვსაუბრობ ზოგადად 21 საუკუნეზე და გამოწყობებზე, უნდა აღნიშნოთ ბევრი ფაქტორი, რაც ვიტამინების და მინერალების დეფიციტს უწყობს ხელს. პირველ რიგში ჩვენი არაბალანსირებული კვება და რაზეც ხშირად საუბრობთ ხოლმე ხარ. თუნდაც ეკოლოგიური მდგომარეობა, გარემო ფაქტორები, შესაძლოა ვიკვებებოდეთ ჩვენთვის ასე ვთქვათ საჭირო პროდუქტით, თუმცა ამ შემთხვევაში არ იყოს იმდენად ჯანსაღი და არ შეიცავდეს საჭირო რაოდენობით, რასაც ხელს უშლის იგივე მექანიკური დამუშავება, თერმული დამუშავება სხვადასხვა პროდუქტების. ასევე უნდა აღნიშნოთ ზოგადად ვიტამინების და მინერალების დეფიციტის დროს სწრაფი კვება და ეს კულტურა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როგორც მოზრდილი ასევე მოზარდები ჩვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე ხშირად მიმართავთ ხოლმე სწრაფი კვების ობიექტებს და რომელიც არათუ რაიმე კვებით ღირებულებებს შეიცავს და ვიტამინებს და მინერალებს რა თქმა უნდა პირიქით გაჯერებულია ტრანსფერებით, გაჯერებულია სხვადასხვა მარტივი ნახშირწყლებით და რაც ასევე ვიტამინების დეფიციტს უწყობს ხელს. ასევე უნდა აღნიშნოთ, რომ მარხვის პერიოდი გვაქვს, ხა? და ჩვენ უარს ვამბობთ ამ პერიოდში რძის პროდუქტზე, ასევე ხორცის პროდუქტებზე და ასევე ესეც ერთ-ერთი ფაქტორი არის და ჩვენ რეალურად ზამთრის ცივ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორგანიზმი გავიჯანსაღოს სხვადასხვა ვიტამინებით და მინერალებით და უფრო ძლიერი იმუნიტეტით შევხვდეთ ამ პერიოდს, ხა? და შესაბამისად გვჭირდება თუ კვებით ვერ ვახდენთ, სწორად ასე ვთქვათ, ბალანსირებული კვებით ვიტამინების და მინერალების დეფიციტის შევსებას, ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ საკვები დანამატები. ზოგადად აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ნებისმიერი დაავადების პრევენცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა და შესაბამისად დროული მართვა და დროული პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღევანდელ, ასე ვთქვათ, 21 საუკუნეში. კი ბატონო და ასევე ჩვენ რა შეგვიძლია ვურჩიოთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ 21 საუკუნის რიცხვი როგორც აღნიშნეთ, უკვე ძალიან გადატვირთული არის. ვერ ვახერხებთ იმდენად როგორც ჯანსაღ კვებას, როგორც უკვე ვახსენეთ, ასევე ვერ ვახერხებთ იმ თუნდაც ვიტამინების მიღებას, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ალბათ ძალიან ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ არის რაღაცა შემუშავებული ტექნოლოგიებით, რომელიც ეხმარება ადამიანებს უფრო სწრაფად მათ გაიმჯობესონ ცხოვრების რიტმი. უკეთესი ძილი ჰქონდეთ მათ და მათი ორგანიზმი იყოს უფრო მეტად ესე რომ ვთქვათ, ნაკლებად დასტრესილი. ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ზოგადად 21 საუკუნე ასევე ასე ვთქვათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 21 საუკუნეში ასე ვთქვათ, სტრესის ეპიდემიადაც კი გამოაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყოველი მეორე სტატისტიკური მონაცემებით ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სტრესს განვიცდით. სხვადასხვა ასაკში, ეს იქნება ბავშვები თუ მოზრდილებში, სხვადასხვა გარემო ფაქტორები არის გამაპირობებელი სტრესის გამომწვევი, სხვადასხვა რისკ ფაქტორები არის. მაგალითად, ბავშვებში ბულინგი შეიძლება იყოს, იგივე გამოცდებისთვის მზადება, მოზრდილებში ეს შეიძლება იყოს ზება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უჭირს. მოზრდილებში ეს შესაძლოა იყოს დაკავშირებული თუნდაც სამსახურეობრივ, ასე ვთქვათ, დედლაინებთან და სხვადასხვა სტრესულ ფაქტორებთან და შესაბამისად ამ ყველაფერთან ადვილად რომ ადაპტირდეთ, როგორც წესი, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ბუნებრივი მცენარეული საშუალებებით შევძლოთ. პირველ რიგში ეს რეკომენდებული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა თერაპიები. თუმცა, როდესაც ისევ დროის დეფიციტიდან გამომდინარე ვერ ვახდენთ, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ბუნებრივი მცენარეული მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებებით მართვათ ეს პროცესი. დღეს თქვენთან სტუდიაში ვართ წარმოდგენილი საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი საკვები დანამატების და აქვე ჩვენს მაყურებელს სწორად რომ მივაწოდოთ თუ რა შემთხვევაში ჭირდებათ ეს მცენარეული დამამშვიდებელი, დავიწყებ აშვა ანტისტრესით. აშვაგანდა წარმოადგენს ინდურ მცენარეს და ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით აქტუალური გახდა აშვაგანდას შემცველი საკვები დანამატების. ეს წარმოადგენს ინდურ
მცენარეს, რომელიც წარმოადგენს ადაპტოგენს და აუცილებლად უნდა გქონდეს რიგი თვისებები. ეს არის პირველ რიგში, რომ არ უნდა იწვევდეს ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით დამოკიდებულებას, არ უნდა გქონდეს მოხსნის ეფექტი და არ უნდა იწვევდეს მიჩვევას. ასევე ორგანიზმის მდგრადობა სტრესის მიმართ უნდა ზრდიდეს. აშვა ანტისტრესში შედის სწორედ აშვაგან და ასევე შეიცავს L-ტრიპტოფანს, მაგნიუმს და B6-ს. მაგნიუმზე და B6-ზეც აქვე ვიტყვი, რომ მაგნიუმი წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მინერალს, რომელიც ჩვენი ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და ასევე ცალკე მაგნიუმის ფორმაც გვაქვს ნექსის დასახელებით წარმოდგენილი, რომელიც შეიცავს 400 მგ მაგნიუმს და არა მხოლოდ ნერვული სისტემისთვის, არამედ ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ იგივე კუნთოვანი კრამპები, რასაც ვეძახით ხოლმე, ერთ-ერთი მაგნიუმის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს. და სწორედ აი ამ სიმპტომების მოხსნაშიც ხმარება, ზოგადად გაღიზიანებადობა, ადვილად შფოთვა, უგუნებობა, რაღაცა ადვილად დაღლა, შესაძლოა სტრესული გარემო, რაც აისახება სხვადასხვა სიმპტომებით გამოვლინდება, სწორედ ამ სიმპტომების მოხსნაში დაგვეხმარება. და ასევე უძულობაც აღნიშნეთ, რაც 21 საუკუნისთვის ასევე დაავადება არის უკვე აქტუალური პრობლემა არის და შესაბამისად აქაც კომპანია GM Pharma თავაზობს თავის მოხმარებელს Nexi Nights, რომელიც ასევე ოპტიმალური შემადგენლობით არის. შეიცავს მელატონინს 5 მგ-ს, სწორედ ოპტიმალური დოზით, უსაფრთხო დოზით და შეიცავს ასევე მაგნიუმს და B6-ს, რაც ასევე დაეხმარება ჩვენს მოხმარებელს მოვიწესრიგებ ძილს, ხო, ნერვულ სისტემას და შესაბამისად ეს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაეხმარება ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას აღარ. ამ სეზონზე აუცილებლად ვერაულით გვერდს იმუნიტეტის გაძლიერებას, იმიტომ რომ უამრავი ვირუსული ინფექციები იმატებს და წელს, როგორც ჩვენმა არაერთმა სტუმარმა გითხრა, წელს უფრო ადრე დაიწყო ეს ვირუსები და საკმაოდ მძაფრად არის. აი რას გვირჩევთ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ დაავადების პრევენცია უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე შემდეგ მასთან ბრძოლა და ასეა იმუნიტეტთან მიმართებაშიც. რომელ საკვებ-დანამატს გვირჩევთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად აი ამ პერიოდში? აქვე აღნიშნავ, რომ როდესაც საუბრობ ზოგადად იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, არ შეგვიძლია არ დავიწყოთ სინკოვიდების ბრენდით. ეს არის ბრენდი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს და ძალიან შეიყვარა, თითოეული წარმომადგენელი და დავიწყებ თითოეული წარმომადგენლის მოკლედ შეხსენებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სინკოვიდი იმუნო, ეს არის C ვიტამინი, D ვიტამინის და თუთიეს კომბინაცია, რომელიც დაეხმარება როგორც რესპირაციული ინფექციის მიმდინარეობის პროცესის შემსუბუქებაში, ასევე ხანგრძლივობის შემცირებაში. შეიცავს C ვიტამინის მაღალ დოზას. ცინკოვიდი ნეირო ეს არის ნერვულ სისტემაზე მოქმედი B-ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმის კომბინაცია, რომელიც ასევე როგორც გამოჯამთველების პროცესს დაეხმარება, რეკონვალესციის პერიოდში დაგვეხმარება, ასევე იგივე ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის დროს შფოთვა გაღიზიანებას ხსნის და ასევე ცინკოვიდი კარდია შეიცავს კარდიოპროტექტორულ მცენარეებს, შეიცავს კალიუმს, კოენზიმ Q-ს, რაც პაციენტებში გულსუძრავთა დაავადებების პრობლემების დროს, თუნდაც პოსტვირუსულად დაეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენების რისკს. კი ბატონო. ალბათ ჟანა, ჩვენ ხედავთ წარმოდგენილ პროდუქტებში კალციუმს და D ვიტამინს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატები არის და ვიტამინები ჩვენი ორგანიზმისათვის. D ვიტამინზე შეიძლება ითქვას, რომ ბუმის გამო უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა აიმაღლა ცნობიერება და იციან, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომაც თქვენც მინდა რა გააცნოთ მათ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად კალციუმი და D ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმს რაც შეეხება, კალციუმის ბუნებრივად ყველაზე კარგ წყაროს თათა წარმოადგენს რძის პროდუქტები, თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვერ ვივსებთ ამ საკვებით ამ ჩვენს მინერალს და საჭიროა საკვები დანამატი რომ ჩავრთოთ. რაც შეეხება კალცერონს, ეს გახლავთ შუშხუნააბები, რომელიც შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს, ის არის გერმანული წარმოების, ველთფარმას მიერ წარმოებული და რა განსხვავებაა ტაბლეტირებულ და კაფსულირებულ კალციუმთან შედარებით, კალცერონში ეს არის შუშხუნა ფორმა, ამიტომ მას აქვს უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა, ინიშნება 6 წლის ასაკიდან და მოზრდილებში მისი რეკომენდებული დოზა გახლავთ 1-2 შუშხუნააბი. ჩვეულებრივ იხსნება 200 მლ წყალში და გახსნისთანავე უნდა დავლიოთ. მივიღოთ, მას აქვს ფორთოხლის სასიამოვნო არომატი, ამიტომ მისაღებადაც კომფორტულია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჯანსაღი-იძულებისთვის და მყარი კბილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმი, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. არ შემიძლია არ შევეხო D ვიტამინს, ვინაიდან ამ სეზონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენს პორტფელში გვაქვს D ტრივიტის ხაზი, აქ გვაქვს წარმოდგენილი D ტრივიტი 1000, 2000, 5000 და D ტრივიტი K2. რაც შეეხება D ტრივიტ 1000 და 2000, ეს გახლავთ საპრევენციო დოზა, ხოლო D ტრივიტი 5000 და K2 უკვე არის დეფიციტის შესავსებით დოზა და აუცილებლად ვიტყვი იმ ფაქტს, რომ
ზოგადად დ-ვიტამინების ბაზარზე დღესდღეობით საქართველოში დეტრივიტი წარმოადგენს 30% ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის, დეტრივიტის ფარმაცევტული ბაზრის, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ადამიანი ირჩევს დეტრივიტის ბრენდს და ყოველი მესამე პაციენტი იღებს დეტრივიტის ბრენდს. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ ყოველ პარასკევს PSP საფთიქო ქსელში ამ ბრენდებზე, რაც წარმოდგენილი გვაქვს არა მხოლოდ დეტრივიტზე და კალცერონზე, არამედ რაზნინი მაგნიშნა, ცინკოვიძე, აშვა, ანტისტრესზე და ასე შემდეგ, მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება. ეს მიყავს ეს აქცია. PSP საფთიქო ქსელში და დავაანონსებ, რომ 15 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ყოველ დღე იქნება ეს შეთავაზება. რას საოცრებად მინდა გითხოთ ახალ წლამდე ხა სულ ცოტა დრო რჩება შენც ეკითხვა გქონდა და მაინტერესებს ამ დროს ორგანიზმი რა თქმა უნდა იტვირთება, სხვანაირი კვების რეჟიმი გვაქვს, სხვანაირი სადღესასწაულო მეტი ალკოჰოლია ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან ისე მძიმედ გადასატანი პერიოდი არის ხოლმე ორგანიზმისთვის. აი ამ დროს რომ მოსაყოდანაც გვირჩევთ რომ უფრო მსუბუქად და სასიამოვნოდ გავატაროთ ეს დღე. ძალიან სწორად აღნიშნეთ. ნაცნობი შუქუნები. ახალი წლის მოსვლა ყოველთვის არის კარგი განწყობა, სასიამოვნო სიახლეები და ასე შემდეგ და საკმაოდ ესეთი ვემზადებით. კი, ვემზადებით, ხო? საახალწლოდ განსაკუთრებულად თქვენ სტუდიაში უკვე იგრძნობა ეს. რაც შეეხება აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს ჯანმრთელობაზე ზრუნვაც, ხო? პირველი დავიწყებ აუცილებლად შუგა ნორმით, თათა და აუცილებლად გეტყვით ალკორესცეც. შუგა ნორმი რა არის? ეს არის კბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. ჩვენ თქვით რომ ძალიან ბევრი ტკბილეულია. რომელსაც ყველა გამოვლაზე მივიცმევს შოკოლადები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აი ესეთი დატვირთული ნახშირწყლოვანი პერიოდი გველოდება, ამიტომ რაც შეეხება შუგა ნორმს, აუცილებლად ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ კბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს და რაც თავარია მადას აქვეითებს. ამიტომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ბუნებრივ კომპონენტებზე არის დამზადებული, ის შეიცავს აბსოლუტურად ბუნებრივ კომპონენტებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. მისი გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად თუ ვიცით რომ უნდა ვჭამოთ ტკბილეული, 15 წუთით ადრე მივიღოთ 1 აბი შუგა ნორმი. რა თქმა უნდა, მასზეც პარასკევს 1+1 შეთავაზება მიმდინარეობს, ამიტომ შეუძლია ისარგებლოს ჩვენმა მომხმარებლებმა და გადავალ ალკორესცზე, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ესეთი აქტუალური პროდუქტია ზუსტად ახალ წელს და შემდეგ პერიოდში რატომ? ნუ ნაბახუსევის სიმპტომები ვიცით, ხო? ერთხელ მაინც გამოგვიცდია, ნაბახუსევის სიმპტომები არის თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, უენერგიობა, მაყურებელს. დიახ, უენერგიობა, ბატონო. რაც შეეხება ალკორესს, აქაც აუცილებლად ვიტყვი, რომ ბუნებრივ კომპონენტზე დამზადებული პროდუქტი გახლავთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, ვინაიდან ისედაც გაღიზიანებული კუჭნაწლავი გვაქვს და ამიტომ კიდევ მეტად არ უნდა გავაღიზიანოთ. თუ სხვა რაღაც ალკოჰოლური სინდრომის მომხსნელი საშუალებები არის სინთეზური, ალკორესტის შემთხვევაში აბსოლუტურად ბუნებრივია, ვინაიდან თეთრი ტირიფისგან მიღებულ ბუნებრივ ასპირინს შეიცავს. იქ არის კიდევ ნატრიუმი, კალიუმის ქლორიდი, არის გლუკოზა და მოკლედ ქოლინი, რომელიც ღვიძლის ინტოქსიკაციას, ასე რომ ვთქვათ, აუნებელ ყოფს, ხო, ღვიძლის ფუნქციებს აუმჯობესებს. ამ ყველა ამ პროდუქტებზე, რაც ჩამოვთვალეთ, მიმდინარეობს 1+1 პარასკევს, ყოველ პარასკევს PSP საფთიქო ქსელში და 15 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ყოველ დღე შეუძლიათ ისარგებლონ 1+1 შეთავაზება. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ვიცი როგორ უნდა მომამზადო. იმუნიტეტის ამაღლება იქნება თუ ბავშვების კარგად ყოფნა თუ ნაბახუსევის მოვლა პატრონება, მოკლედ ყველაფრის მარაგი არსებობს და დიდი მადლობა თქვენამ დასაკლებებისთვის და ინფორმაციისთვის. შევახსენოთ მაყურებელს ხომ ჩვენი სტუმრების შესახებ. ნინი უდუმაშვილი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი და ასევე ჟანა მაღლაკელიძე, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. ბატონო, ასეთი იყო კურნალის რუბრიკა სამშობათ დღეს, რომელიც შემდეგ კვირამდე გემშვიდობებად ისევ საინტერესო ამბებით და სიახლეებით. რუბრიკის სპონსორია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ მხედველობას.